საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია საინფორმაციო ანალიტიკური გადაცემა სტუდია 4 სტუდიაში ჟურნალისტი სოფო ცერცვაძე მუშაობს. დეპარტამენტი, რომელიც გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს. რამდენად წარმატებულია დეპარტამენტის მუშაობა და რამდენად ეფექტურია რეფორმების შემდეგ მიღწეული შედეგები გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. რამდენად ხშირია დარღვევები და არის თუ არა შესაძლებელი გაცემული ლიცენზიების პირობების სრული კონტროლი. რა ბედიელის მოსახლეობას, რომლებსაც ზამთარში მხოლოდ შეშით გათბობის საშუალება აქვს. რამდენად დიდია საჯარიმო სანქციები და რამდენად ხშირია დარღვევების გამოვლენა. რა პრევენციული ღონისძიებები ტარდება ამ კუთხით და არის თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული. რამდენად ხშირად უწევს დეპარტამენტის წარმომადგენლობას მოსახლეობისთვის ოქმების შედგენა და როგორია შეფასება. სტუდია 4-ის შეკითხვებს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე უპასუხებს. მოგესალმებით ქალბატონო ნელი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. სანამ საუბარს დავიწყებთ, მე მინდა მაყურებელს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი შევახსენო 0341 25 44 00. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა. ქალბატონო ნელი, საუბარი დავიწყოთ დეპარტამენტით, დეპარტამენტის ფუნქციონირებით. რა არის თქვენი საქმიანობის ძირითადი სფერო, რომ გითხრათ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამ ტელევიზიის ეთერში თქვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება. დეპარტამენტი მოგეხსენებათ, თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ შეიქმნა 2013 წლის მაისში, აღდგა და დაუბრუნდა გარემოს დაცვის სამინისტროს ის თავისი პირვანდელი და ორგანული ფუნქციები, რაც მას ჰქონდა და აი სწორედ 2013 წლიდან დაიწყო დეპარტამენტმა თავისი ფუნქციონირება. როგორც თქვენ ახსენეთ, ჩვენ ვახორციელებთ კონტროლს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში და ჩვენს ფუნქციებში შედის კონტროლის განხორციელება, მათ შორის ლიცენზიების ნებართვების კონტროლი, ასევე ჩვენ კონტროლს ვახორციელებთ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შავი ზღვის დაბინძურების აღკვეთისა და მათ შორის ბუნებრივი რესურსების არასწორად ექსპლუატაციაზე და მოკლედ ჩვენ გვყავს ტერიტორიული წარმომადგენლობები მთელი საქართველოს მასშტაბით, ტერიტორიული ორგანოები, მათ შორის გვყავს ქვემო ქართლშიც, ქვემო ქართლის სამმართველო და მოკლედ აი ამ მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ კონტროლს. საკმარისია მათი რაოდენობა, რომ ეს სამუშაო სრულად იქნეს შესრულებული და რამდენი ტერიტორიული სამსახური? ჩვენ გვყავს ფაქტიურად რეგიონალური მოწყობით 8 ტერიტორიული სამსახური და ბუნებრივია არასდროს არ არის საკმარისი რაოდენობა ხალხის იმისთვის, რომ ჩვენ სრულად დავფაროთ ყველა ის კომპეტენციები. თუმცა იმისთვის, რომ ჩვენ სრულყოფილად განმახორციელოთ ის უფლება მოვალეობები, რაც გვაკისრია კანონმდებლობით, საჭიროა რამოდენიმე და კომპლექსური ღონისძიებების გატარება. თქვენ აქ ახსენეთ მოსახლეობის ინფორმირებულობა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ძალიან ინტენსიური ჩართულობა, თითოეული მოქალაქის აქტივობა, რომ ისინი იყვნენ აქტიურები, ჩვენ ბუნებრივია ვერ ვიქნებით ყველა ხესთან, ვერ ვიქნებით ყველა მდინარესთან, ვერ გავაკონტროლებთ ყველაფერს ესე სრულყოფილად, ანუ ადამიანების ჩართულობა და საზოგადოების ჩართულობა ამ შემთხვევაში და ჩვენთვის ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც მათ აქვთ გარკვეული წუხილები, ბუნებრივია იქნება ჩვენი ერთ-ერთი დამხმარე მექანიზმი. ალბათ ამ შემთხვევაში უფრო აქტიურობენ ისინი, ვიდრე თქვა სხვა შემთხვევაში რა შეგიძლიათ? მე ვფიქრობ, რომ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა მოსახლეობა. მოსახლეობა უკვე ინფორმირებულია მათი ფუნდამენტური უფლებების შესახებ, ის რასაც მათ საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს, რომ მათი ცხოვრონ ჯანსაღ გარემოში და ძალიან ხშირია ჩვენთან მოსახლეობის და არასამთავრობო სექტორის მომართვები ამა თუ იმ დარღვევებთან დაკავშირებით და სწორედ ამ მიზნით იმისთვის, რომ გააიოლებულიყო ეს პროცესი, ჩვენამდე ინფორმაციის მოღწევა და არ ყოფილიყო ეს მხოლოდ განცხადებებისა და საჩივრების გზით, შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტროში ცხელი ხაზი, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. ნებისმიერ მოქალაქეს, ნებისმიერი ოპერატორის საშუალებით უფასოდ შეუძლია დაგვიკავშირდეს, შეგვატყობინოს მისთვის სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე, მოგვაწოდოს ეს ინფორმაცია, გარწმუნებთ ჩვენი თანამშრომლები საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულად იქნებიან ადგილზე. რა ნომერზე შეუძლიათ? ეს გახლავთ 153, როგორც მოგახსენეთ, ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან გახლავთ უფასო. ამავდროულად აქვე მინდა ვახსენო შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა, 112-ის ჩართულობა ამ საკითხში და იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გამო მათთვის უფრო ხელმისაწვდომია 112-თან დაკავშირება, თუ ეს სამართალდარღვევა დაკავშირებული იქნება
გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან 112-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ გადასცემს როგორც თავის თანამშრომლებს, ასევე ჩვენს თანამშრომლებს და პირველი ვინც უახლოესი იქნება იმ ტერიტორიაზე, ის მოკლედ მივა ადგილზე და შემდგომ უკვე ჩვეულებრივად დაიწყება წარმოების საკითხის შესწავლის პროცესი. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა მოგმართავს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, ხეტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი ცხელი ხაზი არის გამოყენებული იმისთვის, რომ მათ მიიღოთ ესა თუ ის ინფორმაცია ზოგადად გარემოს დაცვის სფეროში მოქმედ რეგულაციებთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად რეკავენ და ჩვენ ვამისამართებთ უბრალოდ დარგობრივ სამსახურებზე ვამისამართებთ, მათ შორის სხვა სამინისტროს კომპეტენციებთან დაკავშირებითაც მოგმართავენ. ამიტომ ეს ცხელი ხაზი ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ეფექტურად ამუშავდა. ეს ცხელი ხაზი დაახლოებით მუშაობს წელიწად ნახევარია და დაახლოებით შემოსულია 7000-ზე მეტი ზარი. შეიძლება 112-თან მიმართებაში ეს არ არის რამე განსაკუთრებული და დიდი ციფრი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ამუშავებულია ეს ცხელი ხაზი, შეიძლება მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა ჯერ კიდევ არის ის და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ 153 ცხელი ხაზის ნომერი და ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან გახვალთ ჩვენი რეგიონიდან რამდენად შეინიშნება მოსახლეობის აქტიურობა? საკმაოდ არის ქვემო ქართლის რეგიონიდანაც მოსახლეობის აქტიურობა, თუმცა უფრო აქტიურობს თბილისის მოსახლეობა. შეიძლება მათ უფრო კარგი იციან ამ ცხელი ხაზის ზარის არსებობის შესახებ. დარღვევებზე საუბრობდით და რა რეგულაციებია დადგენილი, აი მაგალითად ხეტყის მოჭრის და ტრანსპორტირების ფაქტის დარღვევებთან დაკავშირებით? გარემოს დაცვის კანონმდებლობა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კანონმდებლობა არის ძალიან დიდი და მოიცავს ძალიან ბევრ საკითხებს. დადგენილია როგორც ჰაერთან, მიწასთან, წიაღთან, წყალთან, ასე ბუნებრივია ხეტყესთან დაკავშირებით რეგულაციები. რეგულაციები გაწერილია სხვადასხვა მიმართულებით, იმ შემთხვევაში თუ დავუშვათ ტყით სარგებლობა ხორციელდება ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მათზე სხვა რეგულაციები მუშაობს და სხვა ტიპის ვალდებულებები აქვს ლიცენზიის მფლობელებს. იმ შემთხვევაში თუ ეს სოციალური მიზნებისთვის ხდება, მათზე სხვა რეგულაცია მუშაობს. თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი გაწერილია საკანონმდებლო აქტებში. ამავდროულად გაწერილია ჯარიმებისა და სანქციების ოდენობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელსაც ჩაიდენს ჩვენი მოქალაქე, ხდება მისი იდენტიფიცირება, ოქმის შედგენა და შემდგომ უკვე განხილველი ორგანო და ჩვენ ამ შემთხვევაში ვაგზავნით სასამართლოში მასალებს, ის აკისრებს უკვე იმ სანქციას, რა სანქციის ფარგლებშიც, რა დარღვევაზეც არის გათვალისწინებული შესაბამისი სანქცია. განმეორებით შემთხვევაში ვთქვათ, გააჩნია სამართალდარღვევას უმრავლეს შემთხვევაში, განმეორების შემთხვევაში სამართალდარღვევა ჯარიმის თანხა გახლავთ ორმაგი. ამავდროულად, როდესაც ხდება ამა თუ იმ ქმედებით, უკანონო ქმედებით, რაიმე სამართალდარღვევის ჩადენა, ასევე ანგარიშდება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. გარემოსთვის მიყენებული ზიანი ხეტყესთან მიმართებაში იმ შემთხვევაში თუ თანხის რაოდენობამ, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის რაოდენობამ გადააჭარბა 1000 ლარს, დგება პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი და ამავდროულად უკანონოდ მოპოვებული რესურსი ასევე ექვემდებარება კონფისკაციას, ანუ ხდება ჩამორთმევა უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის. ხშირია ასეთ შემთხვევები? ძალიან ხშირია სამწუხაროდ ამ ტიპის შემთხვევები და არა მხოლოდ ტყით სარგებლობის სფეროში, ანალოგიურად იგივე წიაღით სარგებლობის სფეროში, მიწასთან დაკავშირებულ რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ჯერჯერობით ზრდის ტენდენცია სამართალდარღვევის ფაქტების ზრდის ტენდენცია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ინტენსიური მუშაობით, ოღონდ პრევენციული რასაკვირველია, ჩვენი მთავარი ამოცანა არ გახლავთ ის, რომ მოსახლეობა დავაჯარიმოთ, ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ვიმუშაოთ პრევენციაზე და მანამდე აღკვეთოთ ეს დანაშაულები და გნებავთ დარღვევები, ვიდრე დავუშვათ ის ადამიანები დადგებიან უშუალოდ სამართალდარღვევის ჩადენის წინაშე. ამ მიზნით მაყურებელი გვიკავშირდება მობილურით რეკავს, ამიტომ ვუპასუხოთ მას დროულად. საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. საღამოშიდობის. მოგესალმებით. ქალბატონო, მინდა ერთი შეკითხვა დაგისვათ. დიახ. ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს იარაღის ტარებას ასწავლიდნენ. თქვენ მიიღეთ ისეთი საშინელი კანონი, რომ შვილი ჩემს გვერდით იყოს და ინადიროს. თოფი აიღოს და ეს ამიგრძალეთ, ჩვენ ხალხს აუგრძალეთ. ერთი ეს შეკითხვა. ეს არის ბოროტება.
მეორე შეკითხვა. თქვენ ბრძანეთ რომ ყველაფერი რიგზეა, ქვემო ქართლიდან არ მოდის. ქვემო ქართლიდან იმდენი შეკითხვები და იმდენი ის მოდის რომ უბრალო ხალხს იჭერს, პენსიურ ხალხს იჭერს თქვენი ეგერები აქ რუსთავში და ქვემო ქართლში. და დენი დადიან განადგურეს მტკვარი და ამის შემდეგ კიდევ სალაპარაკო გაქვთ რამე? კარგი, დიდი მადლობა კითხვისთვის და აზრის დაფიქსირებისთვის. მე უპასუხებ, შევეცდები უპასუხო. დავიწყებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კი ბატონო, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნადირობის უფლება აქვს პირს, რომლის სახელზეც იარაღის შესახებ საქართველოს კანონით რეგისტრირებული არის თოფი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მის სახელზე უნდა იყოს რეგისტრირებული სანადირო იარაღი და მას უნდა ჰქონდეს ასევე მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ჯერჯერობით მოქმედი კანონმდებლობით ესეა. რაც შეეხება ქვემო ქართლიდან მოწოდებულ ინფორმაციას, მე არ მithქვამს, რომ ქვემო ქართლიდან არ შემოდის ინფორმაცია, ქვემო ქართლიდან შემოდის ინფორმაცია, უბრალოდ თბილისის მოსახლეობა უფრო აქტიურობს და რაც შეეხება ელექტროშოკით და ელექტროდენით თევზაობას, 2013 წელს გამკაცრდა კანონი ამ მიმართულებით და ელექტროშოკით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით თევზჭერა გახდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი და იგზავნება მასალების სამართალდამცავ ორგანოებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბუნებრივია ჩვენ არ ვართ უნაკლოდ, ვერ ვიქნებით უნაკლო დაწესებულება, იმიტომ რომ ეს მოითხოვს განსაკუთრებულ რესურსს, ადამიანურ რესურსს და ჩვენ მუდმივად გვაქვს განცდა იმის, რომ უნდა განვითარდეთ. ბუნებრივია ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემებს. საჭიროა მოსახლეობასთან მუშაობა იმისთვის, რომ ამ ადამიანებამდე მივიტანოთ ჩვენ ინფორმაცია, რომ ეს არის დასჯადი ქმედება და მათი ამ ტიპის დანაშაული იწევს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობას და აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით, კომპლექსური ღონისძიებებით, ჩვენი აქტიური მუშაობით ბუნებრივია, მათი ინფორმირებულობითაც იქნებ ჩვენ დავძლიოთ ყველამ ეს პრობლემა და არაერთი ფაქტია გამოვლენილი ქვემო ქართლის სამმართველოს მიერ, განსაკუთრებით აი სწორედ მტკვარზე ელექტროშოკური აპარატებით თევზჭერის თაობას და არაერთხელ გასულა მათ შორის ტელევიზიებითაც სიუჟეტი ამასთან დაკავშირებით და ეს სიუჟეტები ბუნებრივია არ ემსახურება მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ ეს სამართალდარღვევა გამოვავლინეთ, ეს ემსახურება ასევე იმას, რომ ეს იყოს პრევენცია, სხვებისთვის იყოს მაგალითი, რომ ისინი აუცილებლად გამოვლინდებიან ამ ტიპის დარღვევები და ისინი იქნებიან აუცილებლად კანონის მიერ დასჯილები. კარგით, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ. ზამთრის სეზონზე ალბათ განსაკუთრებით ხშირია ფაქტების გამოვლენა და როგორია ჯარიმის ოდენობა. ხეტყის საკითხთან დაკავშირებით. მე ვერ ვიტყოდი, რომ ზამთარში განსაკუთრებით აქტიურდება ეს ჯარიმები, თუმცა თქვენ ალბათ გულისხმობთ, როდესაც იწყება უკვე სოციალური მიზნებისთვის საშიშე მერქნის მოპოვება, იქ რატომღაც ბუნებრივია იმატებს. არსებობს კანონმდებლობაში ლეგალური საფუძვლები იმისთვის, რომ მოსახლეობამ ლეგალური გზით შეიძინოს საშიშე მერქანი, მათ შეუძლიათ მივიდნენ ბანკში, მოიპოვონ ხეტყის დამზადების ბილეთი და ხეტყის დამზადების ბილეთის შემდგომ მივიდნენ ტყის ფონდის ტერიტორიაზე, სადაც არის გამოყოფილი სოციალური ჭრის ტყეკაფები და სრულიად ლეგალური გზით შეიძინონ. მათ ჭირდებათ ამისთვის გადაიხადონ მოსაკრებლის ოდენობა 1 კუბურ მეტრ შეშაზე და ასევე 3 ლარია და ასევე გადაიხადონ მომსახურების საფასური ასევე 3 ლარი და მოიპოვონ გარკვეული რაოდენობით საშიშე მერქნის მოპოვების უფლება. თუმცა კიდევ ვიმეორებთ, ეს არის პრობლემა საქართველოში სამწუხაროდ ჩვენი მოსახლეობა გარკვეული დროის განმავლობაში და იმის გამო რომ კონტროლი არ იყო გამკაცრებული, ძალიან ბევრი, ძალიან ცუდად სარგებლობდა ამ მომენტით და ადამიანებმა ეს გაიხადეს ერთგვარ შემოსავლის წყაროდ. თუმცა ამის უკან დგას შეუქცევადი პროცესები, გარემოს დეგრადაციის შეუქცევადი პროცესები, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ჭარბად მოვიხმართ ან არა იმ ადგილას მოვჭრით ხეებს, ეს გამოიწვევს ტყეების დეგრადაციას, გამოიწვევს მათი სიხშირის დაცემას და აქედან გამომდინარე უამრავ შეუქცევად პროცესს, რომელიც ისევ ჩვენ გვიბრუნდება უკან და ძალიან ცუდად გვიბრუნდება სამწუხაროდ. ამიტომ მე მესმის მოსახლეობას შესაძლებელი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ წავიდეს და ბაზარზე იყიდოს, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ამისთვის არსებობს ლეგალური შესაძლებლობა, მათ უნდა მიაკითხონ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს, რომელსაც ასე
ასევე ყავს ამ რეგიონში თავიანთი წარმომადგენლობები, მოიპოვონ ლეგალურად ეს უფლება და გარწმუნებთ, არც ერთი ჩვენი თანამშრომელი, გარემოს დაცვის და მხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამ ტიპის ადამიანებს, ამ მოქალაქეებს, რომელთაც ლეგალური გზით მოიპოვეს საშემერქანი, არ შეუქმნის ნამდვილად პრობლემას. აი მიუხედავად ამ ყველაფრის ხშირია მაინც უკანონო. სამწუხაროდ ჩვენი სამართალდარღვევების დაახლოებით 42% მოიცავს ტყის კანონმდებლობის დარღვევას, ბუნებრივი აქ შედის არამხოლოდ. როგორ ფიქრობთ? იქნებ საკმარისად არ არიან ინფორმირებულები? მე ჩვენც ვფიქრობთ, რომ ეს გარკვეულწილად ინფორმირებულობასაც უკავშირდება და მეორე გახლავთ ის, რომ ეს ადვილად მოპოვებადი შესაძლებლობა, ანუ მათ შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში შევიდნენ ტყეში და გონიათ, რომ ჩვენ მათ ვერ გადავაწყდებით, ვერ გამოვალენთ. თუმცა კიდევ ვიმეორებ, კონტროლი არის საკმაოდ გამკაცრებული ამ მიმართულებით. პრიორიტეტად რჩება, დღემდე რჩება პრიორიტეტად გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის უკანონო ტყით სარგებლობის აღკვეთა, უკანონო სახერხი საამქროები, რომლებიც არარეგისტრირებული სახერხი საამქროები არიან და ისინი აწარმოებენ ხე-ტყის გადამუშავებას და ასევე გამოწვევად რჩება უკანონო თევზჭერა და უკანონო წიაღით სარგებლობა. გასაგებია. თევზჭერაზე გადავიდეთ, რამდენად ხშირად უწევთ თქვენს თანამშრომლებს აი მსგავსი ფაქტების გამოვლენა და აი აქ უკვე რეგულაციები როგორია? მე ვიტყოდი, რომ 24 საათის განმავლობაში უწევთ ჩვენ თანამშრომლებს სხვადასხვა ბრაკონიერობის მიმართულებით მუშაობა. აქაც არის საკმაოდ, როგორც მოგახსენეთ, მკაცრია სანქციები. ნებადართულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა, კომერციული თევზჭერა, ანუ სამრეწველო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზიის საფუძველზე. არის რამოდენიმე ტბაზე, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში თევზჭერის ლიცენზიები გაცემული, სხვა დანარჩენ შემთხვევაში სპორტულ სამოყვარულო თევზჭერაა დასაშვები. უბრალოდ არსებობს რასაკვირველი აკრძალვები, სად არ შეიძლება თევზჭერა, არ შეიძლება ხიდებთან, კაშხლებთან და ასე შემდეგ, არ შეიძლება წითელი ნუსხის სახეობების მოპოვება, არ შეიძლება ნაკრძალებში თევზჭერა, ელექტროშოკი ჩვენ ვახსენეთ უკვე რომ არ შეიძლება, სანქციები არის საკმაოდ მკაცრი, აქაც მუშაობს იგივე რეგულაცია, რომ ხდება სამართალდამცავი ეკრანებიც აკრძალული საშუალებაა. აქაც არსებობს რეგულაცია, რომ ჩვენ ვახდენთ ჩამორთმევას ამ უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევას, ვანგარიშობთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობას და ასევე ხდება სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის კონფისკაციაც. აი ამ თევზჭერის ქვითრების შეძენა თუ როგორც ახსენეთ, სად ხდება? სპორტულ სამოყვარულო თევზჭერაზე არ გჭირდება თქვენ არანაირი ნებართვის მოპოვება, ეს არის ნებადართული ყოველგვარი ლიცენზიის და ნებართვის გარეშე. რაც შეეხება ლიცენზიას, ლიცენზია გაიცემა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ზედაპირული წყლის ობიექტებზე, ტბებზე და ეს ლიცენზიები გაიცემა აუქციონის წესით და ნებისმიერ მსურველს, როგორც კი გამოაქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო ლიცენზიის გამცემი ამ შემთხვევაში, რომ ცხადდება აუქციონი, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა აუქციონის წესით მოიპოვოს თევზჭერის ლიცენზია. კარგი, ნარჩენების მართვის კოდექსის წესების დარღვევა. ანუ ფაქტების გამოვლენა როგორ ხდება? ნარჩენების კოდექსი, მოგეხსენებათ ნარჩენების მართვის კოდექსი ამოქმედა 2015 წლის დასაწყისში, 15 იანვრიდან და ეს მე ძალიან მომწონს ეს კოდექსი, იმიტომ რომ ეს კოდექსი არ ავალდებულებს მხოლოდ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და არ განსაზღვრავს მათ ვალდებულებებს. ამ კოდექსმა დაავალდებულა მათ შორის თვითმმართველი ორგანოებიც, რომ მათ უზრუნველყონ გატანის და შეგროვების სისტემა, მოაწყონ იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სწორად განათავსოს მათ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ეს ნარჩენების კოდექსის აღსრულების ვალდებულება დაევალა რამოდენიმე უწყებას. ერთ-ერთი გახლავთ გარემოს დაცვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, ან მისი შესაბამისი უფლებამოსილი პირი და შინაგან საქმეთა სამინისტრო საპატრულო პოლიცია. გზებზე საპატრულო პოლიცია ახორციელებს კონტროლს ავტომანქანებიდან პირობითად საყოფაცხოვრებო ნარჩენების განმოყრის ფაქტზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ვახორციელებთ ჩვენ დეპარტამენტი და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ჯერჯერობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ ვადა, რომ მოაწესრიგონ ეს გატანის სისტემა, თუმცა დაახლოებით 2016 წლიდან უკვე თითქმის ყველგან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უნდა ჰქონდეთ უზრუნველყოფილი გატანის სისტემა, ან უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის ბუნკერები, უნდა იყოს ასევე
შესაბამისი შეგროვების პუნქტები და ეტაპობრივად ნარჩენების მართვის კოდექსი ამოქმედდება. იქ არის სხვადასხვა მუხლები, რომლის ამოქმედებაც გაწერილია სხვადასხვა დროზე და მათ შორის არის ერთი ამდაგვარი დათქმა ნარჩენების მართვის კოდექსში, ანუ პირი, რომელიც წარმოქმნის ნარჩენებს, ის ხდება ვალდებული ბოლომდე მიხედოს თავის წარმოქმნილ ნარჩენს და არის ერთგვარი დამაბინძურებელი იხდის პრინციპი. სულ ახლახანს გარემოს დაცვის სამინისტრომ დააანონსა გარემოს დაცვითი მმართველის კურსის შესახებ. ეს გახლავთ სასწავლო კურსი და კომპანიებს ეძლებათ შესაძლებლობა, მათ ვისაც უნდა ყავდეთ ნარჩენებთან მიმართებაში გარემოს დაცვითი მმართველი, მიიღონ შესაბამისი გაიარონ განათლების კურსი, ერთგვარი კურსი, საგანმანათლებლო კურსი და მიიღონ ყველა ის ცოდნა, რაც მათ დაჭირდებათ შემდგომში ნარჩენებთან მიმართებაში. ანუ მინდა რომ კარგად გაიგოს თქვენმა მსმენელმა და მაყურებელმა, რომ ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა. ძალიან მნიშვნელოვანია სახიფათო ნარჩენების მართვა, რომელსაც ძალიან დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ზოგადად გარემოს მდგომარეობაზე და სახიფათო ნარჩენების სწორად მართვა, მათი სწორად განთავსება არის ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ნარჩენების მართვის კოდექსის. ამიტომ ჩვენ ველოდებით ამ ნარჩენების კოდექსის ამოქმედებას, როგორც მოგახსენეთ, ეტაპობრივად მოხდება ამ კოდექსის ამოქმედება სხვადასხვა მუხლების კოდექსის სრულად შესაბამისობაში ევროკავშირის რეგულაციებთან და ჰარმონიზირებულია მათი მოთხოვნები კოდექსში დაამთავრებს გარემოს დაცვის სამინისტრო ძალიან მალე სტრატეგიაზე მუშაობას, ნარჩენების მართვის სტრატეგიაზე, რომლის საფუძველზე შემდგომში შეიქმნება ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა. შემდგომ უკვე ამ გეგმების საფუძველზე თითოეული მუნიციპალიტეტი შეიმუშავებს ნარჩენების მართვის გეგმას, ანუ იშლება ესეთ ქვემოთ ჩამოდის კომპანიები, შემდგომ უკვე კომპანიებსაც ექნებათ ვალდებულებები, რომ შეიმუშაონ ნარჩენების მართვის გეგმა და ეს იქნება სავალდებულო ყველასთვის, როგორც სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოებისათვის, ასევე კომპანიებისთვის, აი სწორედ იმ გეგმების შესაბამისად, რომ იმართოს ნარჩენები. ქალბატონელი, თქვენ ახსენეთ საპატრულო პოლიცია და ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებიც გეხმარებიან, ეხმარებას თქვენს უწყებას, რომ გარემოს დაბინძურების შემთხვევაში, ვთქვათ, გამოავლინონ მსგავსი ფაქტები. როგორ შეაფასებდით მათ მუშაობას და როგორ თვლით თქვენ, რამდენად ეფექტურია მათი მუშაობა? თითქმის ყოველ ნაბიჯზე ხვდებით აღნიშნულ ფაქტს, ხომ? ძალიან ხშირია, ალბათ ამეთანხმებით. კი ბატონო, ჩვენ არ გვეხმარებიან, მათაც აქვთ ვალდებულება, რომ შეადგინონ ადმინისტრაციულ სამართალდაღობის სოქმი. მე ვიტყოდი, რომ საპატრულო პოლიცია პრინციპში ძალიან ეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ესაჭიროებათ შესაძლებლობების გაძლიერება. მათ შორის მათ უნდა აიყვანონ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები და საკმარისი რაოდენობით ადამიანები, იმიტომ რომ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიას უნდა მიხედოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ. ეს არის მათი ტერიტორია და მათ ინტერესებში შედის, რომ მათი ტერიტორია არ იყოს დაბინძურებული. ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ შემდგომ წლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები დაიწყებენ ამაზე ფიქრს და განვითარდებიან ამ მიმართულებით, გაძლიერდებიან, ეყოლებათ შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები, შესაბამისი რაოდენობის ადამიანები და ბუნებრივია, სამი უწყება შემდგომში უფრო კარგად დაფარავს ამ სამართალდაღობებს და ჩვენი მოქალაქეებიც ამავდროულად ალბათ გაიზრდებიან, მათი ასე ვთქვათ, ცნობიერების დონეც ამაღლებული იქნება და რაც მთავარია, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლეობა შესაბამისი სერვისებით, რომ მათ კონდეთ შესაძლებლობა სწორად განათავსონ ნარჩენები და არ კონდეთ განცდა, რომ არსად არ არის ნარჩენების განსათავსებელი ბუნკერი და სად წაიღონ ეს ნარჩენი. ამიტომ ეს კომპლექსური ღონისძიებაა. აი ვთქვათ, ქალბატონელი, როცა ადამიანი თავის საცხოვრებელი სახლიდან ისრვის, ვთქვათ, ნაგავს ეზოში, ან ავტომანქანი და სიგარეტის ნამწვავს ისრვენ, ჩვენ გვსმენია, რომ ეს ადამიანები აუცილებლად დაჯარიმდებიან. თუ ყოფილა პრეცედენტი? კი, ყოფილა, რასაკვირველია, როგორც მოგახსენეთ, საპატრულო პოლიცია, კი ბატონო, საპატრულო პოლიცია საკმაოდ ინტენსიურად მუშაობს ავტომანქანებიდან ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით დაჯარიმებებზე. მე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ჯარიმა არის საკმაოდ მაღალი, 120 ლარი გახლავთ, ანუ ჩაიგდებთ თავს ასეთ მდგომარეობაში, გაუფრთხილდით საკუთარ ბიუჯეტს. საცხოვრებელი კორპუსებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაგდების შემთხვევაში ჯარიმა გახლავთ 100 ლარი, ასევე საკმაოდ მაღალია სანქცია და
რასაკვირველია ამ ტიპის ფაქტებიც არის და გვაქვს ჩვენ გამოვლენები. ასევე არის საყოფაცხოვრებო დაუშვათ იგივე 2 კილოგრამამდე საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ჯარიმა გახლავთ 80 ლარი, სამშენებლო ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში გახლავთ 200 ლარი ფიზიკური პირისთვის და 500 ლარი იურიდიული პირისთვის. იმ შემთხვევაში თუ ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ანგნებავთ სამშენებლო ნარჩენებით, მიწის დაბინძურება ამავდროულად ჩვენ ვანგარიშობთ გარემოსთვის მიყენებულ ზიანის ოდენობას და გარწმუნებთ რომ ეს არის საკმაოდ შთამბეჭდავი და ძალიან მაღალია როგორც წესი ამ შემთხვევაში სანქცია ზიანის სახით. როგორ ხდება პირის დადგენა ამ შემთხვევაში? ბუნებრივია პირის იდენტიფიცირება არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი, ანუ ჩვენ აუცილებლად ფაქტი უნდა გქონდეს, უნდა გვყავდეს სამართალდამცავი, ან უნდა გქონდეს მტკიცებულება მოპოვებული რომ ამა თუ იმ პირის მიერ მოხდა სამართალდამცავების ჩადენა და აქაც მოქალაქეობის თანამონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ პირობითად ვამბობთ რომ გადმოაგდო რომელიღაც მოქალაქემ დაუშვათ რაღაც მაშინ უნდა ვთქვათ ვინ იყო ეს მოქალაქე, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ამ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება პირის დადგენა. ანუ ჩვენ გითხარით ვინ არის ეს მოქალაქე, ჩვენ აუცილებლად დავაჯერებთ და მოწმეთა ჩვენება გახლავთ ამდროულად ერთ-ერთი მტკიცებულებაც. როგორც წესი თავს იკავებენ კი. ტრადიციულად არ ამბობენ ხოლმე, არასახელებენ სამართალდამცავს, თუმცა ესეც ერთგვარი როგორ გითხრათ, მათი ჩართულობა უკვე კარგია. ჩვენ როგორც წესი მივდივართ მაინც ადგილზე და პრევენციულად ვათვალიერებთ ტერიტორიას და ესეც ერთგვარი შემაკავებელი გარემოა, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, მუშაობა მოქალაქეებთან, მუშაობა ცნობიერებაზე, მუშაობა პატარა ასაკიდან, საბავშვო ბაღებიდან გნებავთ იგივე ინსტიტუტებში, სკოლებში, გარემოს დაცვითი განათლების კომპონენტი არის საკმაოდ ასე ვთქვათ, წამოსაწევი წინ და ამ მიმართულებითაც მუშაობს გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნა სამინისტროს სისტემაში ეს ცენტრი, იმისთვის რომ ჩვენ განათლების კომპონენტი შემოვიტანოთ გარემოს დაცვის სფეროში, მუშავდება სხვადასხვა სასწავლო პროგრამები და მოდულები, არა მხოლოდ დაუშვათ გარე პირებისათვის, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებსაც ჭირდებათ ცოდნის გაძლიერება, მათაც ჭირდებათ გადამზადება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივიღეთ, ახალი ადამიანი ჩვენ სისტემაში, აი ახლა ჩვენ გქონდა ასევე კონკურსები, ვიღებთ ახალ ადამიანებს და მათაც ჭირდებათ გადამზადება. ამიტომ ეს როგორც ვიმეორებ, კიდევ ძალიან ხშირად მიწევს ამ ფრაზის გამეორება, ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში ისე, რომ შევქმნათ კარგი გარემო ჩვენი შვილებისთვის საომავლოდ. კარგით, ქალბატონ ნელი, მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოხსნა გადაადგილების ფაქტების გამოვლენა რამდენად ხშირია? ხშირია ასევე ამ ფაქტების გამოვლენა, ეს უკავშირდება ნიადაგის დეგრადაციას სამწუხაროდ. არის საქართველოს რეგიონებში ისეთი ტერიტორიები, სადაც ჯერ დეგრადირებულია ნიადაგი და ჩვენი მოქალაქეები სრულიად გაუაზრებელი უკანონო ქმედებით კიდევ უფრო დიდ ზიანს აყენებენ ნიადაგის ანუ ჰუმუსს და ხდება უკანონოდ მოხსნა გადაადგილება. ნებისმიერი მოქმედება თუ მოხდება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ეს გახლავთ დასჯადი ქმედება, ჯარიმა გახლავთ 1500-დან 2000 ლარამდე და ამავდროულად ისევ ანგარიშობთ ჩვენ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ნიადაგთან მიმართებაში გარემოსთვის მიყენებული ზიანის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზე ჩვენ ვახდენთ ზიანის დაანგარიშებას, არის საკმაოდ მკაცრი და შეუვალი. და აქედან გამომდინარე მე ვაფრთხილებ ყველას ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნისგან, იმიტომ რომ სანქციები ძალიან მაღალია. ნებისმიერ უკანონო ფაქტის გამოვლენის შემდეგ ილუქება თუ არა? დიახ, ბუნებრივია სამართალდარღვევას ჩადენის შემდგომ სამართალდარღვევის ჩადენის იარაღი და მათ შორის უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის დალუქვა ხდება. ხდება შემდგომ მასალებთან ერთად კონფისკაციის მოთხოვნა სასამართლოში და იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გადაწყვიტავს რომ ეს უნდა დაექვემდებაროს კონფისკაციას, შემდგომ ხდება სახელმწიფო საკუთრებაში ამ მიქცევა, გნებავთ იგივე ბუნებრივი რესურსის, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღის და შემდგომ ეს ამას სახელმწიფო უკვე განკარგავს. კარგით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობთ ქალბატონ ნელი წეღან. საინტერესოა, აი მსგავსი, თქვათ, უწყება თუ ატარებს სხვადასხვა ღონისძიებებს ამ კუთხით, რომ მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ, თქვათ, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. რაიმე სახის ვიდეორგოლები, ფლაიერები, ბუკლეტებს თუ არიგებთ? დიახ, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, აი ერთ-ერთი მაგალითი გახდათ ნარჩენების მართვის კოდექსი, როდესაც
მუშაობდა. სამინისტრომ საკმაოდ აქტიური კამპანია ჩაატარა ამ მიმართულებით რეგიონებში დაურიგდათ მოსახლეობას ფლაიერები, მათ შორის სამართალდარღვევების შესახებ, რაოდენობის შესახებ, სანქციების შესახებ. ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სკოლებთან, სკოლამდელ დაწესებულებებთან, ასევე განათლების სამინისტროსთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტია გარემოს დაცვის სამინისტროს და ასევე ვებგვერდის საშუალებითაც ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განათლების ცენტრის ვებგვერდის საშუალებით ჩვენი მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია სიახლეების თაობაზე. სულ ახლახანს ალბათ იცით გარემოს დაცვის სამინისტრომ მოაწყო 3 წლიანი ანგარიში, საქმიანობის 3 წლიანი ანგარიში, სადაც ესწრებოდნენ როგორც სხვა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები და ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ, ადეკვატური ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, მივიდეს გასაგებ ენაზე, ის რომ მათთვის სრულად ნათელი იყოს როგორც რეგულაციები, ასევე სხვადასხვა სიახლეები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში და ეს საომალოდ დაგეგმილი აქვს სამინისტროს, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ამ მიმართულებით მუშაობა. კარგით, ნელი კორკოტაძე იყო სტუდია 4-ის პირველი ბლოკის სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. სტუდია 4 რამდენიმე წუთში დაბრუნდება რეკლამის შემდეგ. ჩვენი სტუმარი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემოქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანი, ასე რომ დარჩით ჩვენს არხზე, წინ საინტერესო გადაცემა გელოდებათ. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში 112 სატელეფონო ზარი, რომელიც გადაუდებელი დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შეიქმნა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის თითოეული თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს რეფორმები, რომელიც განხორციელდა სისტემის სრულყოფილებას ისახავს მიზნად. რამდენად შეეხო ეს რეფორმები ქვემოქართლის რეგიონს არიან თუ არა შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები, აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და ტექნიკით რამდენი ერთეულია ჩვენს რეგიონში და რამდენად დადებით შეფასებას აძლევს მათ მუშაობას ხელმძღვანელობა. როგორია გამოძახებების სტატისტიკური მონაცემები, სტუდია 4-ის მეორე ბლოკის სტუმარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემოქართლის სამმართველოს ხელმძღვანელი გიორგი ჩარკვიანია. მოგესალმებით ბატონ გიორგი, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. სანამ საუბარს დავიწყებთ, უშუალოდ მე მაყურებელს ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერს შევახსენებ კიდევ ერთხელ 0341 25 44 00. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ და მიიღოთ გადაცემაში მონაწილეობა. კარგი, დავიწყოთ საუბარი ბატონ გიორგი. უპირველეს ყოვლისა კონკრეტულად რომ შეაფასოთ მიღწეული შედეგები. ანუ რა არის ყველაზე დიდი მიღწევა სისტემის რეორგანიზაციის შემდეგ? მოგესალმებით, ჩემთვის პატივი არის თქვენთან სტუდიაში ყოფნა, მივესალმებით ტელემაყურებელს. მოგახსენებთ, უპირველეს ყოვლისა მინდა დავძინო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნა ევროკავშირის ექსპერტების მიერ მოწოდებული უამრავი რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაუმჯობესებას საქართველოში. ამისათვის ჩვენ დეპარტამენტის მიერ მომზადებული იქნა კანონის პროექტი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაედო საფუძვლად რეფორმას, რომელიც გატარდა 2015 წლის 1 იანვრიდან, რის შემდეგაც სახანძრო სამაშველო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ცენტრალიზდნენ და პირდაპირ დაქვემდებარებაში გადავიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში. რა შეიცვალა ამის შემდეგ ბატონო? მოგახსენებთ, მე შემთხვევით არ ვახსენე ევროკავშირის ექსპერტები, ეს ადამიანები მოწვეული იყვნენ ჩვენი დეპარტამენტის მიერ და ევროკავშირის დაფინანსებით გახლდნენ საქართველოში. ჩვენ გვქონდა უამრავი ხარვეზი, ეს იყო სტანდარტების ერთიანი სისტემის არქონა, მიდგომების ერთიანი სისტემის არქონა, იგივე ხანძარქრობა, საგანგებო სიტუაციების მართვა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა სხვადასხვაგვარად. არ იყო ცენტრალიზებული მართვა, რაც იწვევდა ძალიან ბევრ დაბრკოლებას. ერთიანი სისტემის არქონა ძირითადში იყო მთავარი მიზეზი ამ რეფორმისა, რომ ჩამოყალიბებული იყო ერთიანი რეფორმა. ამ რეფორმის შედეგი არის ის, რომ დღესდღეობით საქართველოში უფრო ეფექტიანად, მოკლე დროში ხდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება. იქნება ეს ავტოკატასტროფები, იქნება ბუნებრივი თუ ტექნოგენური ხასიათის კატასტროფები. რასაც წარმართავს ჩვენი სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. ამ მოკლე დროში მოახერხეთ ეს ყველაფერი ბატონ გიორგი? მინდა გითხრათ, რომ რეალურად ამ მოკლე დროში მიღწეული იქნა ის, რის მიღწევასაც შეძლებდნენ, ალბათ მე ხლა ძალიან ისეთ გამომდის ხმამაღლად, მაგრამ
ალბათ სხვა უფრო ძლიერი ქვეყნებიც ესე მოკლე ვადაში, თუმცა რეალურად მრავალ ესე რომ ვთქვათ გრძელი პერსპექტივა არის იმისათვის, რომ თლიანად ჩამოყალიბდეს და ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი იყოს ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემა საქართველოში. კარგი, ბატონ გიორგი, როგორ ნაწილდება სამსახურები ჩვენს რეგიონში და სულ რამდენი ადამიანი ემსახურება ჩვენს რეგიონს, რომ გითხრათ? ანუ ქვემო ქართლის სამმართველოს შტატი არის 428 თანამშრომელი, აქედან უმეტესობა არის დანიშნული სახანძრო სამაშველო და სხვადასხვა განყოფილებებში, მარტო სახანძრო სამაშველო განყოფილების არ მოიცავს ჩვენი სამმართველო და ზოგადად ჩვენი სააგენტო. და გრძელდება ადამიანების დანიშვნა მას შემდეგ, რაც კადრების სამმართველოში ხდება მათი შესწავლა და თუ ისინი აკმაყოფილებენ ყველა მოთხოვნეს, რასაც სახელმწიფო და კანონი უყენებს მოთხოვნად მოქალაქეს, ისინი ინიშნებიან ჩვენთან. რომელ სამსახურებს უწევთ თქვენ კურირებას? რაც ჩამოთვალეთ აი რეგიონში. ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში შედის სხვადასხვა განყოფილებები, ანუ რაიონული 7 სახანძრო სამაშველო განყოფილება, პლუს თავის ქვეგანყოფილებებით, ამას გარდა ჩვენ ყავს მომზადების ქვეგანყოფილება, ქიმიურ, ბიოლოგიურ და რადიოლოგიურ უსაფრთხოების ქვეგანყოფილება, ამავდროულად ჩვენ ყავს ეგრეთ წოდებული შტაბი, რომელიც პასუხისმგებელი არის ფართომასშტაბიანი საგანგებო სიტუაციების მართვაზე ქვემო ქართლში. ამას გარდა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანიზების განყოფილება. გასაგებია. გამოძახების რიცხვა მოიმატა, რაც შეიქმნა აი 112 სამსახური. რა შეგიძლიათ ამაზე რომ გითხრათ? პირველ რიგში მე აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, რომ 112-ის დეპარტამენტი ეს არის ერთ-ერთი დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში, როგორც არის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო. ჩვენც ვიყავით დეპარტამენტი, ახლა სტატუსი გაგვეზარდა 1 იანვრიდან კანონის შესაბამისად და ჩვენ ვართ სააგენტო. ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ 112-თან და ეს ბუნებრივიცაა. 112 არის 112-ის დეპარტამენტი წარმოადგენს ისე დაწესებულება, სადაც ხდება მოქალაქეების მხრიდან ზარების მიღება, მოქალაქეების შესული ზარების მიღება, დამუშავება და შესაბამისი ადრესატისათვის მიწოდება. თუ ზარი შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომ საჭირო არის სახანძრო სამაშველო დანაყოფების ჩართვა, ამ შემთხვევაში 112 გვიმისამართებს ჩვენს რომ გამოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ხომ არ იწელება ამით პროცესი, როგორ ფიქრობთ? ვერ ვიტყვი, რომ იწელება და ეს არ არის ქართული მოდელი, ესე ვიტყოდი, ძალიან უამრავ ბევრ ქვეყანაში არის, რომ ესე მიღებული და იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ნათელი მაგალითი არის, არსებობს call center-ი. შედის ზარი და შემდეგ call center-ი ანაწილებს ყველგან. თქვენ საუბარგებთ ეხლა წამების თემაზე, რამდენიმე წამით ადრე მოხდება. ახლა აღნიშნავს ხოლმე, იმიტომ დაგისვით ეს კითხვა, რომ დროულად ვერ ხდება აი ამის გამო, ვთქვათ, ადგილზე მისვლა და არის დაგვიანებები. ვერ დაგეთანხმებით, მოგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავის კუთხით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აიღო იმდენად, რამდენადაც მრავალი წლის განმავლობაში ეს სისტემა იყო მთლიანად მორღვეული, უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს მუნიციპალური სახანძრო სამაშველო დანაყოფები დალხენილ დღეში ნამდვილად არ იყვნენ. ინფრასტრუქტურა, ტექნიკა, აღჭურვილობა, პირადი შემადგენლობის ჩაცმა, პირადი დაცვის საშუალებები ფაქტიურად ნოლიდან მინუსებში იყო ფაქტიურად გადასული. ესეთი დონიდან მოუწია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ევროკავშირელ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ამ სისტემის განვითარება. და პრინციპში რაც შეეხება დროულ რეაგირებას, ჩვენ მაქსიმალურად ყოველთვის დროულად გავდივართ, მაგრამ არის მომენტი, რომ არის იმაზე მეტი ზარი, ვიდრე რესურსი არის, რომ ყველა ზარზე გაყვიდე ერთდროულად. მე არ მინდა ეხლა უფრო ღრმად წავიდე ამ საკითხში, მაგრამ იგივე თბილისის ტრაგედია მოგეხსენებათ, დღემდე სპეკულირება გრძელდება, მაშველები დროულად მივიდნენ, ვერ მივიდნენ. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ გამოძახებას მივდივარ დროულად. მაგრამ არის შემთხვევა, რომ ეხლა 1000 ზარი რო შემოვა, 1000 ზარზე ვერ გავა არათუ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საერთოდ ნებისმიერი სამინისტროს დანაყოფები, იმიტომ რომ რესურსი არ არის ამდენი. სრულ გამოძახებები არის თუ არა ბევრი? კი ბატონო, ფიქტიური გამოძახებები არის სამწუხაროდ ამ ეტაპზე რაიმე ქმედითი ღონისძიება, რაც ჩვენ სააგენტოს მისცემდა საშუალებას, რომ პრინციპში არც ვართ მოწოდებული ამისკენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რიგ შემთხვევაში ეს საჭიროც არის, რომ სადამსჯელო ღონისძიებას გაეტარებინა და ვინმე დაეჯარიმებინა ამისათვის, ამ წუთას ჩვენ არ გაგვაჩნია.
თუმცა ყველა ფიქტიური გამოძახება აღირიცხება, კეთდება ანალიზი და შესაბამის სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდება. თუ აი ესე მაგალითად თუ ერთი ზარიდან ჩვენ ხედავთ რომ სისტემატურად არის ცრუ გამოძახებები, შემდეგ შესაბამისი რეაგირებისათვის ჩვენს კოლეგა დეპარტამენტებს ვაწვდით ამ ინფორმაციებს. კარგით. რა შემთხვევაში უნდა დარეკოს მოქალაქემ თქვა 112-ზე და რა შემთხვევაში არ შეიძლება ამ სატელეფონო ზარის სარგებლობა? მე მოგახსენეთ რომ ჩვენი სააგენტო მზად არის ნებისმიერი მოქალაქის ზარზე მოახდინოს რეაგირება, როდესაც ის არის გასაჭირში. უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება თითოეული მოქალაქის მიმართ, ვინც უბრალოდ ეხ გართობის მიზნით რეკავს, ძალიან უხერხულია ამაზე საუბარი, მაგრამ ყოფილა რა ხშირად შემთხვევები გართობის მიზნით, ახალგაზრდები განსაკუთრებით, ან ნასვამი საზოგადოება რეკავს და ახდენს ჩვენი რესურსების ძალიან ისეთ არასწორ ხარჯვას. მოდი პირდაპირ გეტყვით ნათელი მაგალითი. ადამიანი არის რეალურად გასაჭირში, დაუშვით აქვს ხანძარი, მაგრამ ამაზე წინ ვიღაცამ დაარეკა და თქვა რომ რაღაც ვერ შედის სახლში, რაღაც ჩაკეტილი ან რაღაც სინამდვილეში არის ფიქტიური გამოძახება, იტყუება, ხო? მანქანა გასულია და რეალურად იმ მისამართზე გასულებს საიდანაც პირველად შემოვიდა, ხო? შეიძლება იმ ადამიანს გაუნადგურდეს ქონება ხანძრისაგან და ვერ მივიდეს დროულად დიახ სახანძრო, იმიტომ რომ სხვაგან არის გასული ფიქტიურ გამოძახებაზე და მე კიდე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით გავალთ ერთდროულად 100,000 გამოძახებაზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ამის შესაძლებლობები არ აქვს. ამის შესაძლებლობები არ აქვს ძალიან დიდ ქვეყნებს. უბრალოდ ჩვენთან მოთხოვნა არსებულ რეალობებს ხშირად აჭარბებს ხოლმე რა ძალიან ბევრი მიმართულებით და ჩვენი მიმართულებითაც მათ შორის. კარგი, თანამშრომელთა გადამზადების საკითხსაც შევეხოთ, რამდენად ხშირად ხდებიან ჩვენს რეგიონში მომუშავე პირები გადამზადების კურსს, ანუ თუ გადიან. კეთილი, მოგახსენებთ, ჩვენი სააგენტოს თანამშრომლების მიერ პოლიციის აკადემიის თანამშრომელთან ერთად მომზადებული იქნა მეხანძრე მაშველის მომზადების პროფესიული კურსი. და უახლოეს ხანებში აქტიურად დაიწყება მათ შორის ქვემო ქართლიდანაც მეხანძრე მაშველთა გადამზადება. მოგეხსენებათ მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც მუნიციპალური გახლდათ სახანძრო სამაშველო დანაყოფები სამწუხაროდ და არა ნიშნის მოგებით ამას ხაზს, იმიტომ რომ ძალიან სამწუხარო იყო. არ არსებობდა სტანდარტი, რის მიხედვით უნდა მომზადებულიყო ეს ხალხი, მთლიანად მოშლილი იყო ეს სტრუქტურა. ეს სისტემა როგორც ასეთი მომზადების და დამოკიდებული იყვნენ ძველი თაობის თანამშრომლებზე, რომელსაც თავის დროზე დიდი გამოცდილება ჰქონდათ მიღებული დაუშვით იგივე საბჭოთა კავშირის პერიოდში სხვადასხვა სახანძრო სამაშველო აკადემიებში ჰქონდათ მასწავლი და დიდი წოდნა ჰქონდათ დაგროვებული. ხოლო იმათ ხარჯზე გავგვიდით ფონდს. მეთოდები როგორ ფიქრობთ თქვენ? მეთოდები ზოგადად საგანგებო სიტუაციის მართვაში პრინციპები არის იგივე, მაგრამ ვითარდება მსოფლიო და ჩვენ ვცდილობთ ავყვეთ მის განვითარებას და როცა ვამბობთ რომ ჩვენ მოვამზადეთ ეს სალექციო კურსი, რომელსაც ყველა გაივლის საქართველოში რომ იყოს სერტიფიცირებული მეხანძრე მაშველი, აქ გათვალისწინებული არის უმეტესწილად ევროკავშირის რეკომენდაციები, ევროკავშირის გამოცდილება ამ მიმართულებით თუ როგორ ხდება დაუშვათ იგივე ჩეხეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, შვედეთში მეხანძრე მაშველის მომზადება. ეს ძალიან რთული პროცესი არის და ჩვენ აუცილებლად სპეციალისტები ჩამოვლენ. რაც შეეხება უცხოელი სპეციალისტების ჩამოსვლას ჩვენი მეხანძრე მაშველების და ზოგადად საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტების მოსამზადებლად, სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტების მოსამზადებლად. ჩვენი სააგენტო აქტიურად ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. მე რამდენად მიწევს, მაგრამ უნდა აღვნიშნო აუცილებლად ძალიან მადლიერი გზნობით ევროკავშირთან, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ხდება მათი გაგზავნა საზღვარგარეთ, სადაც ისინი გადიან სპეციალური მომზადების კურსებს. კარგი, ბატონ გიორგი, სამუშაო პირობებზე მინდა დაგისვათ შეკითხვა, რამდენად უზრუნველყოფილია შესაბამისი სამსახური საჭირო ინვენტარით, თქვათ? კეთილი, მინდა გითხრათ, რომ სასურველისაგან შორს ვართ, მაგრამ იმიტომ არა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადმოსვლის შემდეგ ამ სამსახურებმა რამე დაკარგეს. უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ სამსახურების, როგორც მოგახსენეთ, უმეტესწილად ამ სამსახურების ნოლიდან ამოქაჩვა უწევთ. ძალიან დიდი ფინანსების მობილიზება გახდა საჭირო, რის შესახებაც პრინციპში წინასწარ ჩვენ ინფორმირებული ვიყავით. ამიტომ სახარბიელო სიტუაცია ახლა არ არის, მაგრამ იგივე ავტოტექნიკის შესაძენად
დამტკიცებულად შემიძლია გითხრათ გადაწყვეტილად 30 მილიონი ლარი არის გამოყოფილი 2016 წელს იქნა შეძენილი სახანძრო სამაშველო ავტოერთეულები საქართველოსთვის ეს საკმარისი არ არის ნამდვილად არ არის 30 მილიონის ავტოერთეულები საკმარისი არ არის და თუ გავითვალისწინებთ იმას რომ უმეტეს შენობები ამორტიზირებული და ფანჯარა არ აქვს ბევრს და ჩვენ ეხლა ამ 9 თვეში ფანჯრებით ჩავსვით და კარებით და ბევრი ეს 1000 დეტალი მოვაგვარეთ რიზის ეხლა და არ მინდა დავწურულმანდე უბრალოდ იმდენად დიდი პრობლემები გვერგო მემკვიდრეობად რომ წარმოუდგენელია ამაზე რთული რამის შეჭიდება მაგრამ ჩვენი პრინციპი არის მარტივი რომ დაუძლეველი არაფერია და ჩვენ ეს შეგვიძლია კარგით, კონკრეტულად რუსთავში არსებულ პრობლემებს რომ შევეხო, ძირითადად რა საკითხებია პირველ რიგში გადასაჭრელი და თუ იგეგმება, თქვათ, აი ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების რუსთავზე გადანაწილება და რამდენ ერთეულზეა საუბარი? კი ბატონო, მოგახსენებთ, რუსთავიც დიდად არ განსხვავდება პრინციპში, მე ქვემო ქართლის რეგიონზე ვიტყვი, იმიტომ რომ მე რუსთავიც იგივენაირად მტკივა რუსთავის პრობლემებიდან წარმატება იგივე მიხარ როგორც წალკის ან დმანისის ან თეთრი წყაროს. რუსთავის შემთხვევაში მსგავსია პრობლემები სხვა რაიონებისა. ავტოერთეულები, რა თქმა უნდა, ნაკლებობა და სერიოზული ნაკლებობა არის. ხელმძღვანელობა ინფორმირებული არის ამ პრობლემის შესახებ და სხვა მრავალი პრობლემის შესახებ, რაც აწუხებს რუსთაველ მეხანძრე მაშველებს. კონკრეტულ ციფრზე გამიჭირდება საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომავალ წელს რუსთავში იქნება დამატებით სხვა სახანძრო სამაშველო ავტოერთეულები. აუცილებლად იქნება 100%-იანი სიზუსტით შემიძლია გითხრათ, მაგრამ რაოდენობა ეს იქნება 2 ან 5, აი მის თქმა გამიჭირდება, მაგრამ თუმცა აუცილებლად იქნება სიახლეები, თანაც მნიშვნელოვანი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონ გიორგ გაცემაში მონაწილეობისთვის, წარმატებები მინდა გისურვოთ და მადლობა კიდევ ერთხელ საინტერესო საუბრისთვის. სტუდია 4 დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ნახვამდის.